არც მემჯერა, მაგრამ რაღაც ინტრიგის მაგვარს მოვიძიებთ. მოვძებთ. დასუსტა თორემ. ტიმურ დებიროვი, პირველი პენალტი და გქონია ისტორიაში ასეთ რა. ორი ზონის მოთამაშეები, და სხვა ნაკრებებიდანაც, მაგრამ მაინც თავარ ამინსკ. აქედან გამომდინარე უკვე ბომბარდირთა დავაში ისინი თავმად არიან ჩართულები. ხოდ გააკეთეს. რა? მოძებნეთ ესე ნენადიჩის და დიბიროვის დაპირისპირება, ვინ დაწინაურდება ბომბარდირთა დავაში. ნანტესთან და დიკამემთან. და ერიკ იოჰანსონი მე-10 ადგილზე ალბერუმის 70 ძლიერი გუნდი უშემოსავლებლების. ორი კი, ამ ეტაპზე შეიძლება ისე რისხანად ვერ გამოიყურება, მაგრამ გოლი. სწრაფი პასუხი. 30 ეთამაშა აგერ. ამ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენს და რებით ესე დარდიმანდობდა და სოფაში სტუმრები ვნახოთ. შვენიერი პასი და ცხინვალე და ანუ ისაჯობა. რაც ბაგოტინო შემჩნევია. აქ ნენადიჩი უთამშორი და ასაში დაკარგეს ბურთი. სტუმრებმა ხო რა როგორ არ არის ასე ჩეხებები ყო. აი დღეს მასპინძლებს დახმარება არანაირად არ ჭირდება. ძალიან შორიდა, მაგრამ არა. ორად და შვენიერი შეტრია. ძალიან სწრაფად გაიფრინდა. ოი, ტოტო კარგად იმძვის ქონდა მეთქვა და ზუსტადაც და რა რა. კორალესი რა ნაწილით გაიტანა საინტერესოა ეს გოლი. საკუთარ კარში. კარგი ჩარბენა ზუსტი დანახვა, კარგი იყო. 6. აი ნახეთ. წინვალე ახსენდა ხაი. აო, ეს ხო, არა, ხო ტყილის უკი არში. მაინც 17 მეტრი არის, კი ჯარიმა იყო რა თქმა უნდა. ასე მესამე გოლის გასატანად, მაგრამ არა, ნუ ყოჩაღობს ხო. ვიან დიბიროვისკენ და ხო, цаრი აკაში. ეს რა საათი და გაიტანე რა. ერთოჩი, ავიც. ეს არგი. დაბის დიდი პრობლემა კიდევ ერთხელ აღნიშნა. დრიბლინგი. დააბომბეს ამას 10-7 უთქვა ხო რამდენიმე გააზრინა ასეთი პასები ხო გააზრინა მართლებს სტუმრებს და სწრაფი გადასვლა 13 ყველაზე სერიოზულ ოპტიმისტსაც აღარჯებ. რა კარგი პასი და აი აქ იყო საოცარი აჩვენებელია რა თქმა უნდა აბა ნილსონი გაიტანა. ტრეას აქ 2 წუთით მეახიას მეგონი ეკუთვნოდა ნახე მეტი რაღა უნდა მაგრამ მასპინძლებს ცოტა ეთქობა ტრეას ნილსონი ისევ იტანს და იტანს ადმირალ ნელსონი ნახოთ საფეხში კი ეს ვარდარმა მას მოუ კი ბატონო ფინალს გოლის ხმობთ ჩემპიონთა ლიგის შეეძლო მას კაი მაგრამ უფრო მაინც არ გარისკა გავისიანებს კიდევ ერთხელ იყო ჩაჭრის შანსი მიულობს და უჩვეულო შესაძლებლობს უშვებს აი მაგედან ჩვეულად პასი მორალესი ოჰო გავიდა გააკეთა ნაცაჯირო გარდა კარში დია დაბლეს სამ მაგედა რა პასი. ნილსონი. ლეკაი. რა კარგი მოთხოვება და თავის ხოჯავალებას არა ის სკოლია მაგრამ. ხო, მოკლედ სანახაობა რა, უნდა შეთავაზონ სანახავებებს. ხო, რა თქმა უნდა. სად ლიგეტუარის დაძახება და სად პატრიკი. არა, ორმარცვლიანი. სტოიან ჩემიტკინა ფეხი, აი აქ. რა? ზონაში. ფინალური. მეოთხე ფინალი. და გაგიმეორებ კიდევაც რომ საფე პასუხი იქნება თუ არა მასპინძლებისგან დიახ არის და გაიმარჯვეს სტუმრებმა უკაცრავად ბოდიში მაკედონიაში უნგრელებმა კი ბატონო აქ საუბარია მონპელიებთან და უცქირეთ ყოველთვის საინტერესო იქნება მოკლედ აბაშორიდან კევინი ისევ გაიტანა 10 მეტრიდან ცელოდება დანიური ოლბორგი
რომელიც თავის Paris Saint-Germain ელვერონის შორის გამარჯვება. საკა ძალიან დიდი სენსაციის შექმნას. ნახოთ. ალესკი აქ უნდა დაარტყოს და გაიტანოს. აქვს 6-დან 2. უკვე გამოიჩინა თავი ერთი ბურთი მაინც გაიტანა. ეს რა თქმა უნდა, 3 ბურთი ქონდა გატანილი მას აკაუნტზე და კიდევ 3 თანაგუნდელს. მატჩამდე 74 ბურთი აქვს გატანილი და 19-ს ტიმურ დიბიროთა, რომელიც ასევე ამ თამაშის მონაწილეა და გასალამაზებლად ასე ვთქვათ, საცქელად როგორც არ მოყოფილიყო და ორი ვინც გამოიჩინა თავი ის გატანა მაინც და აი კიდევ ნიუკასი ისევ და ჯუკიჩს ეხლა გამოვიდა ამჯერად მეტი და ბევრი დროითაც იქნება მოედანზე და კევინი ოჰოჰოჰოჰო ხელი აი ნახეთ ახლა როგორ აი ხაზე პასი რატო კი ბატონო ყოფი სტოილოვის აი ნახეთ ხო კი არა შეამჩნიეს და ცარიაკაში დაარტყა აი პასი ტოტოზე კარგია და აი შვენი სუპერო მოთამაშე მაგრამ ఇది თამაშობს არა სხვა არა მოედანს მე ჯობია ტალესკი დაარტყა კარგავენ სტუმრები ეს მასმიზლების და სტუმრები ნენადიჩი იაჰია და ია აი ორმაგი ბლოკი აი კენტი კაიგლა წინვალე კომბინაცია და სიდოდიჩი მორალესი და შევიდა და გაიტანა დერეფან ისე მორა აი სამაგეროდ ეხლა მიიღო პატარა ბიჭმა ემა ძალიან კარგი ჯერ კიდევ შეიძლება არ წაგება ამ თამაშის მაგრამ ცუდი პასი კი ბატონო აი კარგი შეიძლება გადატანა აბა აქეთ და ხო გასაგებია რომ გარბენია სუსტ გარბენია აი სამი ხო იქამდე ხო ორი იყო კიდე და ერთი მეორე და მესამე და იქ ის არ ანახეს მაინც ეს შეტევაში ვეშპრემის ბურთელები და პეტერ ნენაძე ვეშპრემის შეშეტევა რა თვითონ კიდე კარგად მოამზადონ გავიდა პასი ნილსონზე ეს პენალტია თოშვილი მეტი მაინც ხო აბა ნახოთ